სოფლიოში უსაინტერესოესი პროცესები კი მიმდინარეობს, რასაკვირველია და ცხადია ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ ამ პროცესებზე. იქით გერგაღმა მაგალითად ვენესუელის ამბები, აქეთ ფართოგაგებით რეგიონში მაგალითად პროცესები, რომლებიც ხდება, მიმდინარეობს ირანში. ცხადია უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ უპირველესად მნიშვნელოვანია. ცხადია შეერთებული შტატების პოლიტიკა, ტრამპი, შეერთებული შტატების პოზიცია, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, გრენლანდიაც კი უნდა გვაინტერესებდეს, რა საკვირველია, რას იზამს შეერთებული შტატები, როგორ გადაწყდება ეს საკითხი, პრობლემა არა, საკითხი უფრო. რა საკვირველია, უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას გავეშებულ და ფრიად არაადეკვატურ რუსეთს, რომელიც გლობალურად აკი გითხარით და სულ გავიმეორებ ამას, მარცხდება და უკვლებლივ ყველა ჩვენგანი არ ვიცი ამდენად სწორ, ბევრი ჩვენგანი ამ საკითხებზე, ამგვარ საკითხებზე, ამ თემებზე უნდა ამახვილებდეს ყურადღებას, მაგრამ ამასობაში ჩვენ არ უნდა შემოგვავიწყდეს ის ამბებიც, რომლებიც უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს თითოეულობას, რომელიღაც რეგიონში ან ნაკლებად გულისხმობ, ან იმას, რომ სადღაც გზა გაიჭედა, თუ არ ვცდები გუდაურში, თუ არ ვცდები რუსმა ტურისტებმა გზის სავალ ნაწილზე უცებ ბრახდა დააყენეს ავტომობილები და მთლიანად გაიჭედა მოძრაობა გუდაურის ერთ-ერთი მიმართულებით. ცხადია, ამაზეც უნდა გვილაპარაკოთ, მაგრამ უფრო საინტერესო და უფრო გლობალური, რამდენად უფრო მნიშვნელოვანი თემებია ჩვენთან ხდება და ჩვენ მუდმივად უნდა ვამახვილებდეთ ყურადღებას, ან დავუბრუნდეთ იქნება და როგორმე საკითხს, რა ხდება ქიმიური იარაღის გამოყენების ამბავთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ გვერდითა ოთახში ჩავრთე საინფორმაციო ჩვენი ფორმულასი და დავინახე ეს ბანდიტი კაცი შალვა პაპუაშვილი, რომელიც ხმამაღლა და ესეთი შემართებით საუბრობს, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, ანუ ქართული ოცნების ბანდა, აპირებს უჩივლოს, თუ გამოვაქვეყნა ფორმულა ამასობაში იქნება და გაჩვენოთ, უჩივლოს BBC-ს, მაგე გამოვაქვეყნებია თუ არ ვცდები, ან შესაძლოა ვცდები. ბოდიში, ეს არის თუ არ. ხო, ამასობაში დაიწყება. უჩივლოს BBC-ს, რომ ვითომ და ამ მათეული გაგებით ამ ორგანიზაციამ მათეული გაგებით ტყუილი გაავრცელა ამ მედია ორგანიზაციამ, ამ მედიამ, ძალიან მაღალი სტანდარტის მედიამ და აპირებს უჩივლოს და დაამტკიცოს მისი სიმართლე. ჯერ რაღაც მარეგულირებელში, ბრიტანეთის BBC-ს მარეგულირებელში უჩივლებენ, მერე იქ თუ ვერ იპოვიან თავიანთ სიმართლეს, უკვე შემდგომ სხვა ინსტანციებს შესაძლოა სასამართლოსაც მიმართავენ და ასე შემდეგ დავაკვირდეთ აკეთა თუ არა, გადადო თუ არა ფორმულამ ეს ჩვენი სოციალური მედიის Facebook-ის გვერდზე. მინდა დავსვა კითხვა, როგორ გონიათ? მარტო ბიძინა ივანიშვილია რუსეთის აგენტი? საერთოდაც ბიძინა ივანიშვილი მგონია, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან, 80-იანი წლების მიწურულიდან, 90-იანი წლების დასაწყისიდან გამზადა რუსეთმა, რომ რომელიღაც ეტაპზე მოიყვანა საქართველოს ხელისუფლებაში. ალბათ უფრო შევარდნაძის შემდგომ გამოწვნა ეს თურმე ბანდიტი, როგორც გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს არ ჩანდა, გარკვეული პერიოდის წინ ეს არ ჩანდა, თურმე ბანდიტი რეალურად მაფიოზი და ნამდვილად მაფიოზი და საქართველოს ამომგდები კაცი გამზადა და ერთი ინფორმაციით თუ ერთი ანალიზით ამას აპირებდა რუსეთი 2004-5 წლებში 4 წელს უფრო როდესაც შევარდნაძის უფლებამოსილება იწურებოდა და რომ არა რა ვარდების რევოლუცია იქნება და 22-23 წლის წინ გამხდარი იყო მთავარნაჩალნიკი ბიძინა ივანიშვილი საქართველოსი 20 საუკუნის მიწურულს კი არა 21 საუკუნის დასაწყისში. მაგრამ დავუბრუნდეთ კითხვას, მარტო ბიძინა ივანიშვილია განა აგენტი? მარტო ბიძინა ივანიშვილი ატარებს განა პოლიტიკას რუსეთისას ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში? მე გეტყვით რომ არა. ოღონდ ვერ გეტყვით დაბეჯითებით, როდის
როდის მიიმხრო, როდის შეიკრა, როდის დაკერა, თუ გნებავთ ეს ნავიხმაროთ, რუსეთმა და მისმა სპეცსამსახურებმა ცალკეული ის პირები, რომლებიც ქართული ოცნების გარიჟრაჟზე, ანუ 2012 წელს, სულაც არ ჩანდნენ. მაგალითად, პაპუაშვილი ღმერთმა ბიძინა ივანიშვილმა არ უწყის, ღმერთმა და პაპუაშვილმა იციან მხოლოდ სად იყო 2012 წლის 1 ოქტომბერს. ქართული ოცნების ლიდერებში რო არ იყო პაპუაშვილი ბანდიტი, ეს ფაქტი არა თუ პაპუაშვილი, არამედ ყაველაშვილი პრეზიდენტად რომ მუშაობს ის კაცი, პრემიერად რომ მუშაობს ის კაცი კობახიძე, სუსისუფროსად რომ მუშაობს მდინარაძე და ასე შემდეგ, სხვები და სხვები, პრაქტიკულად არც ერთი დღევანდელი ფორმაციის ქართული ოცნებიდან ხელისუფლებაში კი არა ხანად ოპოზიციურ პარტია ქართულ ოცნებაში არ იყვნენ, ისინი მიმალულნი იყვნენ, მაგრამ რომელიღაც ეტაპზე რუსეთმა, ბიძინა ივანიშვილმა და რუსეთმა ასე უნდა ვთქვათ, ალბათ უკეთესია, ამოჩხრიკეს, რუსეთმა ამოაჩხრეკინა ბანდიტ ბიძინა ივალიშვილს ხსენებული პატარა ბანდიტ დუკები და 2016 წლიდან 15-ის მიწურულიდან 16 წლიდან ეს ადამიანები ხელისუფლებაში, ქართულ ოცნებაში და შესაბამისად უკვე შემდგომ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მოიყვანა. პაპუაშვილს რა დავალება აქვს რუსეთიდან? ეს პრინციპში მოზარდის ბავშვისთვისაც კი გასაგებია, თუ პატარა ანალიზს გავაკეთებთ. სწორედ პაპუაშვილია პირველი ვიოლინო, ვინც დასავლეთს და კონკრეტულად ევროკავშირს უნდა აგინოს, აგინებს ირაკლი კობახიძე, აგინებს რომელიმე ბანდიტი დეპუტატი, აგინებდა ევროკავშირს, როცა იყო დეპუტატი, ასე მაგალითად მამუკა მდინარაძე, მაგრამ პაპუაშვილი იყო და არის მთავარი მთქმელი, მთავარი მაგინებელი ევროკავშირისა. ახლა ისევ ევროკავშირს კი არა, ისევ BBC-ს ამბავს რომ მიუბრუნდეთ. ესენი აპირებენ რომ უჩივლონ BBC-ს და როგორც ჩანს, თუ არ გვატყუებენ, უჩივლონ BBC-ს და დაამტკიცონ მათეული ეგრეთ წოდებული სიმართლე. ანუ თქვან რომ არანაირი ქიმიური იარაღი დაშვების დონეზეც კი, აი ვერსიის დონეზეც კი ჩვენ არ გამოგვიყენებია და ეს იყო ფაბრიკაცია, ეს იყო მანიპულაცია, ეს იყო fake news-ი, ეს იყო ტყუილი, თუმცა BBC-საც მტკიცებით ფორმაში არ უთქვამს, რომ ქიმიური იარაღი კამიტი თუ სხვა გამოიყენა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ 2024 წლის ნოემბრის მიწურულსა და დეკემბრის დასაწყისში. მაგრამ ესენი იმის გამო რომ ეს ბანდიტები იმის გამო რომ საზოგადოებამ ეს თემა BBC-ს ეს თემა აიტაცა და ბევრმა ჩვენგანმა ჩემი ჩათვლით დავიწყეთ პრაქტიკულად მტკიცებით ფორმაში ან მაღალი ალბათობით ასე მოხდაო ამის ძახილი, ესენი გადაფსიხდნენ, იმიტომ რომ რეპუტაცია სერიოზულად შელახული აქვს და ახლა უნდათ რომ ეს რეპუტაცია როგორღაც გამოიწრონ, თორე საბოლოო ჯამში რეპუტაცია შელახული რომ არ ქონდეთ, რაც ისედაც შელახული აქვს, ესენი არ მიაქცევდნენ BBC-ს ამ სიუჟეტს, ამ ფილმს ყურადღებას, მაგრამ ისედაც რეპუტაცია შერყეულებს თუ შელახულებს მთელი დასავლეთი ახლა დამატებით რომ აკვირდება და ითხოვს დასავლეთის ცალკეული ორგანიზაციები, სულ უფრო ხმამაღლა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, დასუსტებულები და ქართული მედია და პოლიტიკური სპექტრი რომ გამოიძიეთ და გითხარით რა მოხდა გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, ამიტომ ესენი ამათ პირდაპირ მიაქვთ იერიში BBC-ზე, რომ BBC-ს მოახდევინონ ბოდიში. არადა. ჟურნალისტები, რომლებიც ამ ფილმზე მუშაობენ, გარწმუნებთ ჟურნალისტებს, რომლებიც ამ ფილმზე მუშაობდნენ, ხდებათ უფრო მაღალი სტანდარტის და უფრო სერიოზული მტკიცებულებები, რომლებიც, მოდი მაინც ასე ვიტყვი, და ან დასტურებს, ან დაამტკიცებს, ან კიდევ უფრო სერიოზულად გამოიყვანს იმ ვერსიაზე, რომ 24 წლის ნოემბრის მიწურულსა და დეკემბრის დასაწყისში მათმა ქიმიური იარაღი არა კამიტი ხაზს უსვავ, მაგრამ ქიმიური იარაღი ან გარკვეული ქიმიური ნივთიერების გამხსნელად გამოიყენეს საკმაოდ მსოფლიოში აკრძალული რომელიმე გამხსნელი ანუ ნივთიერი. მეორე ნივთიერი. აქამდე მივალთ ჩვენ და რაც უფრო მეტად გამოთხრიან ესენი თაგვები ორმოს, მით უფრო მეტად გამოთხრიან ისინი კატას და მით უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ახლა უმჯობესი იყო მათთვის
რომ ან საერთოდ გაჩუმებულიყვნენ, ყურადღება არ მიექციათ, აეგდოთ, დაეცინათ BBC-ისთვის და ეთქვათ, რომ რა სისულელეს მელაპარაკები, მე ამას არც გავაკეთებდი არასოდეს და არც გამიკეთებია, ან პირიქით ემტკიცებინათ სხვა ფორმით საკუთარი უდანაშაულობა. კერძოდ, საერთაშორისო საგამოძიებო ორგანიზაციებისათვის და ექსპერტებისათვის გაეხსნათ კარი და ეთქვათ, რომ welcome, მობრძანდით, აი ჩემი დოკუმენტები, აი ჩემი არაგები, აი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარდულები თუ სარდაფები, შედით, შეამოწმეთ და თუ თქვენ იოტისოდენად მაინც, ცოტაზე მაინც იპოვით მტკიცებულებას იმისა, რომ მე ქიმიური იარაღი გამოვიყენე, ამ შემთხვევაში არა მარტო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ავიღებთ, ანუ გადავდგებით, სიმხარად იყო ხელისუფლებაში, მაღალ ეშელონებში, ზოგი მათგანი წასულიც არის თანამდებობებიდან, არამედ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, საერთაშორისო ტრიბუნალზეც კი თანახმა ვართ, იმდენად უდანაშაულოები ვართ, რომ ჩვენ გვაქვს ამგვარი განცხადების გაკეთების და ამგვარი პოლიტიკის წარმოების უფლება, შესაძლებლობას და სურვილიც, გასაკვირველია, მაგრამ ახლა ესენი იქით უტევენ მედია, მაღალი სტანდარტების მედია საშუალებას, მსოფლიო მედია საშუალებას და გარწმუნებთ, რომ მაღალზე მაღალი ალბათობით გამოითოფავენ, ასე რომ ამბობენ, ან გამოთხრიან კატას სასამართლომდე თუ მივა საქმე, BBC ჯერ ერთი საკუთარ თანამშრომლებს დაიცავს სასამართლომდე და სასამართლომდე თუ მივა საქმე, ხსენებულ ჟურნალისტებს და ზოგადად BBC-ს ექნება ბევრი დოკუმენტი და ეყოლება ვინც ის და იქნება მეტი მოწმეც კი, რომლებიც დაადასტურებენ, ან კიდევ ერთხელ ხმამაღლა იტყვიან, რომ სწორედაც რომ ქიმიური იარაღი გამოიყენა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ, ეს კი ბიძინა ივანიშვილს უშუალოდ, რომლის პირის მოწმენითაც არის დაკავებული მეორე ბანდიტი, ასე მაგალითად შალვა პაპუაშვილი, რომელიც თავის დროზე ღმერთმა უწყის, როდის შეიკრა რუსეთმა, შესაძლოა შეიკრა სხვადასხვა ხელისუფლებაში მოსვლამდე, ანუ 2016-17 წლამდე, დეპუტატად არჩევამდე 2016 წელს, შესაძლოა მანამდე შეიკრა, შესაძლოა როცა გერმანიაში იყო, მაშინ შეიკრა, საერთოდ რუსეთი ემუშავება ცალკეულ პირებს და მე გამოჰყავს ხოლმე ისინი ასპარეზზე. მოკლედ, შალვა პაპუაშვილი, რომელსაც დავალებული აქვს ანტიდასავლური, ანტიევროკავშირული რიტორიკა, ახლა ბრიტანეთის წინააღმდეგ ზოგადად და კონკრეტულად BBC-ს წინააღმდეგ ილაშქრებს და გარკვეულზე მაღალი ალბათობით ის ამ პროცესში დამარცხდება, მაგრამ აქ გავარებოთ ერთის ყველაფერს თავი, მათ შორის იმას, რომ ბანდიტია შალვა პაპუაშვილი, ბანდიტს მართავს უფრო დიდი ბანდიტი, სინდიკატის უფროსი ბიძინა ივანიშვილი, რომ ესენი ორივენი, სამივენი თუ 100-ვენი შეკრულები არიან რუსეთთან, ინდივიდუალურადაც გასულები არიან ბიძინა ივანიშვილისაგან დამოუკიდებლად, თუმცა დამოუკიდებელ პოლიტიკას არ აწარმოებენ, ეხლა ხუხაშვილის ვერსიის გავრცელებაში არ მომედავოთ, მაინც და მაინც ისინი რუსეთს ჩადებული აქვს კვერცხები ამათ კალათშიც, ხო? და ბიძინა ივანიშვილის გარდა სხვა პატარა აგენტუკებიც ეყოლება, რომლებიც ალტერნატივად კი არ გარიხილებიან მაინც და მაინც, მაგრამ კონკრეტულ რაღაცეებს ააკეთებინებს, აღასრულებინებს ხოლმე საკუთარ სხვა აგენტებს. გავანებოთ ამ ყველაფერს თავი და ვიკითხოთ სხვაგვარად, ვუბრუნდებით რა ჩვენი სინამდვილისთვის მნიშვნელოვან თემებს. სუსმა ბანდიტი დინარაძის თავკაცობით რომ მუშაობს, რომ არსებობს იმ სუსმა. გამოაქვეყნა იცით თქვენ 4 დღეში დეკემბრის დასაწყისში, თვეზე მეტია გასული, 5 დეკემბერს თუ არ ვცდებით 6 დეკემბერს, დასკვნა იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვიკვლიეთ და გამოვიკვლიეთ, რომ არანაირი ქიმიური იარაღი არ გამოგვიყენებიაო, არ გამოუყენებია შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ასე გვეთანამშრომლა დღევანდელ შემთხვევაში გელაძის და გუშინდელ შემთხვევაში გომელაურის უცხებ. BBC-ს ფილმიო, ყალბიაო, BBC საერთოდ fake news-ების გამავრცელებელ მედია საშუალებად იქცაო, ეს სუსის განცხადებაში არ წერია, მაგრამ ეს ფონია, ესეც გაზდებს. BBC საერთოდაც fake news-ების გამავრცელებელ მედია საშუალებად იქცაო, აგე ტრამპის და BBC-ს кейსი გავიხსენოთ 10 მილიარდთან დაკავშირებით ედაღება ტრამპი BBC-ს. სწორია თითქოს. მაგრამ არ არის სწორი. BBC-ში ერთ შემთხვევაში შეიძლება მართლაც იყოს მტყუარი და არის კიდეც მტყუარი ტრამპთან მიმართებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბამბუკა მდინარაძესთან თუ ირაკლი კობახიძესთან თუ ბიძინა ივანიშვილთან ის მტყუარია. პირიქით.
ეს შეიძლება სწორედაც იმასაც ნიშნავს, რომ ტრამპთან მიმართებაში მტყუარი მედია საშუალება მართალია ოლიგარქ და ამ იარაღის გამომყენებელ ბიზნა ივანიშვილთან რო ვიცოდეთ. დაუბრუნდეთ იმას, რომ სუსმა გამოაქვეყნა 5 დეკემბერს ის დასკვნა, რომლის თანახმადაც არანაირი ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, მაშინ ის უკვე იყო დე-ფაქტო ხელისუფლება. იმ განცხადებაში წერია თარიღი 4-5 დეკემბერი. 4 დეკემბერს ქიმიური იარაღი არ გამოგვიყენებია, აი ჩვენი კვლევა. ხევე დავსვამ კითხვას, რაც ეს კითხვა ძალიან აქტუალურია და საპასუხოა და ეს კითხვა დაუსვამს ბევრს და მეც არაერთხელ მიკითხავს. მე მინდა ვიკითხო, რა გააკეთა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ 28, 29 და 30 ნოემბერს? რა ნივთიერება შეგნებულად არ ვამბობ რა ქიმიური ნივთიერება მეთქი არა, გვითხრან ან და რატომ არ გვეუბნებიან 28, 29 და 30 ნოემბერს რა ნივთიერება გამოიყენეს. სადაც ახლა მე ვიმყოფები, ამ ტელევიზიის არქივი, ფორმულას არქივი ინახავს კადრებს, რომ წყლის ჭავლი გვიშვერილია და გამოყენებულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ 28-ში, 29-ში, 30-ში ნოემბერს, 24 წლისა, 1 დეკემბერს, 2 დეკემბერს, 3 დეკემბერს, ანუ 6 დღის განმავლობაში ზედიზედ. მერე უკვე 4-ში და მერე უკვე 5-ში, ანუ 8 დღის განმავლობაში. 4 და 5 დეკემბერთან დაკავშირებით გავიგეთ არ გვჯერა, მაგრამ მაინც რაღაცა დასკვნა მაინც არსებობს. მაგრამ რატომ არაფერი არ არის თქმული დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სუვერენულ სახელმწიფოში ვცხოვრობ ჩვენ, დემოკრატიული ვართო, დემოკრატები ვართო, დემოკრატიულები ვართო, რომ ამბობს იმ ხელისუფლების პირობებში ვცხოვრობთ, რეალურად ბანდის. რატომ არაფერს ამბობენ ხსენებულ 28 ნოემბერზე ან 3 დეკემბერს? ამიტომ მე მესმის, ყველა საერთაშორისო თემა მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ ხანდახან ხშირად უნდა დაუბრუნდეთ ხოლმე ადგილობრივ თემებს. ჩვენთვის მნიშვნელოვან, ჩვენ სივრცეში მნიშვნელოვან თემებს, რაც არ აინტერესებს რიგით ვენესუელელს მაგალითად. ჩვენ გვაინტერესებს რაც ხდება ვენესუელაში, მათ არ აინტერესებს. ხო, კარგად გამოვიდა, ხო, კარგად გამოვიდა. ხო და ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ აქაურ თემებს, აქაურ წვენს, აქაურ ამბებს და ამ ამბავთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ის, როგორ გადაიკეტა რუსების მიერ აგენტები არიან. უმრავლესობა, ვინც აქ დამკვირდა, უმრავლესობა არა, გარკვეული ნაწილი. არამედ უნდა ვილაპარაკოთ სხვა თემებზეც. და ეს თემები არის ის, მთავარი თემა არის რა გამოიყენეს რა ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რა ნივთიერება გამოიყენეს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით. და კიდევ ერთი მოწოდება დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა გასაგონად თუ მისამართით. უჩივლეთ BBC-ს. ოღონდ ამ თავით ვეთქვით, რომ თუ სასამართლო საერთაშორისო ლონდონისა მიიღებს გადაწყვეტილებას იმ გვარს, როგორცაც სავარაუდოდ მიიღებს, ანუ დაგადანაშაულებთ თქვენ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაბეჯითებით და ამტკიცებს, რომ ქიმიური იარაღი მართლაც გამოყენებულია და ეს არ იყო fake news, სიტყვილი ფაბრიკაცია, манипуляცია თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რა პასუხისმგებლობას იღებთ ამ შემთხვევაში? ოღონდ ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ ყაბულს ვართ რაღაც ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. ადგილობრივ სასამართლოში ავთერმულუსიძე კლანის დასრულების შემდეგ თქვენ გასამართლდებით ამ შემთხვევაში ძალიან მძიმე და ძალიან მძიმე ბრალდებას, თქვენთვის მძიმე ბრალდებას წაგიყენებთ ობიექტური და მიუკერძოლებელი მართლმსაჯულება. რამდენად დაგიცავთ ბატონი ყანდაშვილის ფრთებქვეშ მოქცეული ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელად, რომ პრინციპში გაათრიეთ. ეს კაცი, ეს სიმართლე გითხრათ არ ვიცი, დაგიცავთ გადა არა კაცო. თუ თქვენი უფლებები იქნება შელახული, ყანდაშვილი კი არა, მეც დაგიცავთ. საზოგადოებრივი ასპარეზიდან და ვიტყვი, რომ შალვა პაპუაშვილს შეუდანეთ მაგალითად ტელევიზორი. უყუროს, უსმინოს და ნახოს რაც ხდება. ან ინტერნეტის საშუალება გქონდეს შალვა პაპუაშვილს, თუნდაც პაპუაშვილს, რომელიც ბანდიტია.
სრულდება ქართული ოცნება და ეს ამბავი, ეს кейსიც, ეს ამბავიც იქნება მისი დასასრულის ერთ-ერთი საძირკველი, ერთ-ერთი საფუძველი. კიდევ ერთხელ, რა ნივთიერება გამოიყენეთ ასე მაგალითად 1 დეკემბერს. ტანცი-მანცით რო ხართ დაკავებული ამ ქართულ მედია სივრცეში და რო უმღერით ქართულ ოცნებას და ასე შემდეგ თანამშრომლები და იღებთ ჰონორარის სახით. ჰონორარის სახით 8478 ლარს მაგალითად. ხო, ან 27000-საც იღებთ და 68000-საც. ტენდერები და პირდაპირ შესყიდვის წესით კონცერტები რო დაიგეგმა და ყველა ქალაქში თუ ყველა რაიონში რო ჩატარდა. თქვენ არ გაინტერესებთ საბოლოო ჯამში თქვენი მეზობლის, მეგობრის, ახლობლის ნათესავის წინააღმდეგ რა ნივთიერება გამოიყენა? რუსთაველის გამზირზე ქართულმა ოცნებამ ასე მაგალითად 30 ნოემბერს როგორ დაიწამლნენ მოქალაქეები 27480 ლარი ჰონორარის სახით სულაც არ არის კაცო. გვიჭირს ყველას. დასაკვირველია გვიჭირს. ფორმულას ჯერ არ გამოუქვეყნებია ბანდიტი პაპუაშვილის ის ვიდეო, არაფერია. მოკლედ შინაარსი ხო გიამბეთ. და სასაცილოები არიან რუსები. ძალიან. ყველაფერი იქნება კარგად. ნახვამდის.